გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე მე სოლიაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. ევროპული ინსტიტუტების უსამართლო ბრალდებების შანტაჟი და ზეწოლა სანქციებით რა ბერკეტებს იყენებენ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ინსტიტუტების საქართველოში Deep State-ის მორჩილი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანისთვის. მთავრობის მეთაურის განმარტებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მართული აგენტურით ჩანაცვლება არის მიზანი, რისთვისაც ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ინსტიტუტები საქართველოს მიმართ უსამართლო ნაბიჯებს დგამენ. ირაკლი კობახიძის შეფასებით სხვა ინსტიტუტების მსგავსად პროცესებში უკვე EUTHO-ს ღიად ჩაერთვა ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და მას აბსურდული უწოდა. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლესზე, პეტრესე მეც ამბობს ვიტრე პავლესზე. ეს გამონათქვამი EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე EUTHO-ს ღიად ჩაერთეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და Deep State-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. Deep State-ის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამშრალო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეგეტი, გარე დაკვეთით დაწყებული და ურთღეში წაგებული ომი, ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Deep State-ის აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს Deep State-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები დემოკრატიის შუქრად მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ ეშურებდნენ. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყდია და ისე რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალო დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზე ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იოლად ახსნადია ისიც თუ რატომ იქცა საქართველოს ქართული ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება Deep State-ის თავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა. ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოიგო Deep State-ის მორი გამანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც Deep State-ს აქვს არსენალში, მათ შორის ერთდროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების დასახალისებლად იყენებს, რაც მათი გათვლით საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. რეზოლუციაში განსხვავებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად EUTHO-ს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ეჭვქვეშ არის დაყენებული 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად EUTHO-მ და უდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. თავის ესხები EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების გავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოს შეიძლება დახვეს Deep State-ის თამაშის წესებს და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის турბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერ შეცნობის ფასას დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა.
Pseudoliberალური იდეოლოგიის გავრცელება, LGBT პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ასე შემდეგ. სწორედ ასეთია deep state-ის მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმე შედეგებამდე მიიყვანა. მოშლილ ეროვნულ, რელიგიურ და პიროვნულ იდენტობასთან ერთად ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები. ხშირად გვითქვამს, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-ში ადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 18%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის თელობებთან გამკლოვებას deep state-ის თამაშის წესებზე დაყოლაჯობს, როგორც ამას თავის დროს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუსწრეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ეროვნულის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხე შემცველია. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს როგორც სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება დღის ეს რიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს. ამგვარად სუვერენიტეტის მტკიცე დაცვის გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის დაყოფის მორიგი მცდელობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა არ სურს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ძალიან მძიმე და სამარცხვინოა დამოკიდებულება, რასაც კაია კალასი საქართველოსადმი ავლენს, რითაც ის ქართველი ხალხის ნებას უპირისპირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს და დაკავშირებადობის კუთხით საკმანძო სახელმწიფოა და კალასი მის იგნორირებას ცდილობს. აბსურდული გადაწყვეტილებები კი აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატები არასაკუთარი სურვილით, არამედ გარე დაკვეთის მიხედვით მოქმედებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოზე თავდასხმას სამწუხაროს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მმართველი გუნდის შეფასებით, მსგავსი რიტორიკა ბრიუსელის მიმართ ქართული საზოგადოების შერყეულ ნდობას უფრო მეტად აზიანებს. შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა იმედი არ დაკარგოს. ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართული ხალხის ნებას და ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც შემიძლია გავაკეთო. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, მას შემდეგ რაც ჩაიგედა მათთვის რუსეთი წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე არის სერიოზული ჩიხი შექმნილი შესაბამისი მიმართულებით. საქართველო რჩება ერთადერთი ეფექტიანი გზად იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასე დროს გიჯერს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზე არჩეული. მაშინ, როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. თუმცა ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამ უმრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია. ქალბატონ კალას, ქართველი ხალხი მივაჩნიათ უუნარო ბრბოდ,
რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და ამის გამო არის, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება. ამის გამო არის, რომ მას არც რთავენ ასეთ ამ დიალოგში საერთაშორისო მნიშვნელობით და მესამე ამის გამო არის, რომ ბოლო პერიოდში ნახეთ თქვენ დაგეგმილი არის რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, ვინაიდან ქალბატონმა კალასის დიდი დამსახურება ამაში, რომ ასეთი თავქარიანი პოლიტიკა აქვს, დღეს საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირში. ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ალეკო ელისაშვილის მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება კვლავ დუმილის რეჟიმშია. ხელისუფლება აქცენტს ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანება ALDE-ს პასუხისმგებლობაზე აკეთებს, რომელსაც ამ დრომდე არ დაუგმია წევრი პარტიის ლელოს წარმომადგენლის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. იმ ფონზე, როდესაც ALDE-ს ლიდერები ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ALDE-ს მხრიდან ტერორიზმის არ დაგმობა ევროკავშირის საეჭვო ღირებულებებსა და ევროპული ბიუროკრატიის ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებისთვის. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ როდესაც პოლიტიკური გაერთიანება ასეთ მძიმე დანაშაულს არ ემიჯნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმი მათთვის მისაღებია. ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში. ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რა მოხდა საქალაქო სასამართლოში, ადამიანმა ცადა სასამართლოს შენობის დაწვა, რაც არის ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტი. აქედან გამომდინარე, ასეთ დროს არ გამიჯნა ასეთი ქმედებისგან თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე პოლიტიკური ტერორიზმი და ჩვეულებრივი ტერორიზმი, ზოგადი ტერორიზმი არის მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენა, ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში რაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი. ქართული ხალხის წინააღმდეგ მუდმივი რაღაც არეულობის მცდელობები, რევოლუციის სცენარების დაგეგმა, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ტერორიზმმა შეიძინა უკვე კონკრეტული დანაშაულის სახე, როდესაც ამას არ ემიჯნები, თავისთავად ბუნებრივია შეფრავს საკუთარ ბუნებას თავიდან ბოლომდე. ALDE-ს და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. მეორე მათ წაუყრუეს ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას და მათ რიგებში ყავთ ALDE-ს ქალბატონ კალას და კოს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, ისინი რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ და ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქმე მივიდა უკვე არა გაცდენ უკვე სიტყვიერ თავდასხმას, ფიზიკურ თავდასხმას, საქმე უკვე მივიდა ტერორისტულ აქტამდე, რომელიც წარადგინა, რომელზეც მიესაჯა შესაბამისი სასჯელი ალეკო ელისაშვილს და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ALDE-ს როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს და მათ განსაკუთრებით სკანდალურია, რომ ALDE-ს ლიდერები არიან ის ორი ადამიანი, ქალბატონი კოსი და კალასი, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც ეს არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც არიან ტერორისტთან ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სკანდალი. ფაქტების დამახინჯებისა და დანაშაულის გამართლების მცდელობანაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ 2013 წელს აღმოჩენილ კასტრებში იარაღი ინახებოდა, რომელიც პარტიზანული ომისთვის იყო გადანახული.
გია ბარამიძის განცხადება უმძიმესი დანაშაულების გამართლების უტიფარ მცდელობად შეაფასა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ყველა მიცის, რომ 10,000-ობით ფაილი, კომპაქტ დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ადამიანების პირად ცხოვრებას და წამებას ასახავდა, რასაც ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება. რა მასალა იყო აღმოჩენილი კასრებში, ეს ცნობილია ევროპელი ბიუროკრატებისთვისაც. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილ ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს მხარს რიგი ევროპელი პოლიტიკოსები უჭერენ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ღირებულებით უფსკვლელშია დღეს ევროპული ბიუროკრატია. კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, მაგიტომ დაამთავრებს ორ დღეში, მარცხით 2008 წელს. რაც შეეხება ასეთ უტიფარ განცხადებებს, მე მგონი განსაკუთრებული კომენტარი არ ჭირდება, ყველა მიცის, რომ 10,000-ობით ფაილი, კომპაქტ დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს, ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი არ თუ გამართლება ახსნაც კი ვერ ექნება. ჩვენ ვიცით, რომ ის პირად ცხოვრების ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც დაგროვილი ქონდა სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, მათ შორის იყო მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. ასე რომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზე შეიძლება ქონდეს მსგავსი ჩანაწერები და რა თქმა უნდა ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს. ის საშინელი დანაშაული, რაც სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, აი ამ საშინელი დანაშაულის შემდეგ, რომ როდესაც ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს კიდე გულისკარები ევროპარლამენტის და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღირებულებით უფსკვლელში არის ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს, ვინც მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს. წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ეკონომიკური ფორუმი გახსნა. ღონისძიებაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმზე წყლის რესურსების მართვისა და წყალმომარაგების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ადეკვატური სერვისებითა და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა. ფორუმის ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა. საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე ვისაუბრეთ წყლის მართვასთან დაკავშირებით, წყალმომარაგების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან, თბილისის, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო ასევე აქტიურად აგრძელებს საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით ინვესტიციების გახორციელებას რეგიონებში. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ადეკვატური სერვისებით ხარისხიანი წყლით მომარაგება საქართველოს თითოეული მოქალაქის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო. პროექტში ტავ-ჯორჯია 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. ტავ-ჯორჯია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და საქართველოში ფრანგული საავიაციო გიგანტის Group ADP-ის წევრის TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს სიმბოლურად დროის კაფსულაც განთავსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი, ტერმინალის დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი, გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი. განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება, ასევე გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობაც. საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიზიდულობის თვალსაზრისით საკვანძო ფუნქცია აკისრია.
თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ასევე მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა. ამ პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფიტებით ვითარდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 43 ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. მიმდინარე წელს პირველად ისტორიაში დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირ საჰაერო გზით დაუკავშირდნენ. სულ რაღაც 2 დღეში საქართველოში ოპერირებას მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია China Eastern-ი დაიწყებს. ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. პარალელურად ვაგრძელებთ რეგიონალური აეროპორტების ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის განვითარება და მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ძალიან ვამაყობ რომ აქ ვიმყოფები და გამოდივარ თქვენს წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვწამს საქართველოს ზრდის პოტენციალის, იგივე სტრატეგია, იგივე ხედვა გვაქვს განვითარების მიმართულებით. საქართველო ძალიან ეფექტურად და სწრაფად იზრდება. ვცდილობთ კომპანიის ინტერესები დავამთხვიოთ ქვეყნის პოტენციალს. ჩვენ არ გვინდა რომ შანსი გავუშვათ ხელიდან. თუ რიცხვებს შევხედავთ, ივლისის მაჩვენებელი ძალიან სწრაფ ზრდას მეტყველებს. 40% იყო ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ახლა უკვე თბილისში ჩვენ ვიწყებთ განვითარების და გავრცობის პროექტს. ჩვენი ქსელი 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ყველაზე დიდი და სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება. ძლიერი პარტნიორობა უნდა გამოვიყენოთ საქართველოსთან და ამაზე უნდა მოვახდინოთ აპელირება. განსაკუთრებით მადლიერი ვართ პრემიერ-მინისტრის, ქალბატონი ეკონომიკის მინისტრის. ასეთი ხედვისთვის, ასეთი ტემპისთვის, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს სწორად და სწრაფად გამოყენებული. 2028 წელს ამ აეროპორტს უფრო მეტი პოტენციალი, გამტარუნარიანობა და წარმატებები ექნება. ნაციონალური მოძრაობის მორიგის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ეხმაურება მთავრობის მეთაური სააკაშვილის პარტიის წევრების და ტევერპირველის გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მთავრობა ლანჩხუთის სტიქიის შედეგად დაზარალებულ რობერტ გოგოაძეს არ დაეხმარა. რეალურად კი გოგოაძეს სტიქიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მთავრობამ 50,000 ლარი გადასცა, რაც შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება. სამწუხარო, როდესაც ასე მოქმედებს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. აქაც ფორმალურად გამოიყენება ხოლმე სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთ-ერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ყვილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში ვარყოფითი განწყობების შექმნა. თუმცა ძალიან მარტივად იშიფრება ხოლმე ასეთი ყვილები და ეს მაგალითიც რა თქმა უნდა ამას მოწმობს. თლიანობაში დაგარგა ფასი იმ სიცრუემ, ცილისწამებამ, რასაც ვისმენდით ჩვენ ჩვენგანი თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ამ ადამიანების მხრიდან წლების განმავლობაში მათი ტელევიზიების მხრიდან შესაბამისად საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ყოველს ერთმანეთსგან. მე უბრალოდ ყველას მოუწოდებ რომ აყვებიან ნაციონალურ მოძრაობას და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომელიც ერთ რამეს ფიქრობენ, მხოლოდ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, დააზიანონ ჩვენი ხალხი, ასე რომ აყვებიან მათ ნებისმიერ ასეთ PR კამპანიას. სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. პროცესში კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტია ჩართული. ჩატარებული ნაპირ სამაგრის სამუშაოების შედეგად ადიდებული ხევი კალაპოტს დაუბრუნდა, საგრძნობლად დაიწია წყლის დონე. ტექნიკასთან ერთად მობილიზებულია ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ. გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც. წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავის ნაწილს. სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა, კერძო და სახელმწიფო ობიექტები დააზიანა. ზარალ სპეციალური კომისია ითვლის. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების პრიორიტეტებს ოპერატიული შტაბი განსაზღვრავს, რომელშიც სხვადასხვა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები არიან ჩართული. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის რომ სწორედ ღვარცობ დამცველებმა შეაკავეს, დამცველმა ნაგებობმა შეაკავეს
ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ღვარცოფმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ღვარცოფისგან ქალაქს და რის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ვნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა. მაგრამ მეორე მხრივ მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმ წამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ყველამ ვიხილეთ რაც მოხდა თელავში. ჩვენ ჩამოსულები ვართ ახალგაზრდები იმისთვის, რომ მოსახლეობას დაუდგეთ გვერდში, ვიცით მისამართები სადაც ჭირდებათ დახმარება, სადარბაზოებში იქნება, მაღაზიებში იქნება და ქართული ოცნების ახალგაზრდული გუნდი მზად არის ყოველთვის დაეხმაროს ადამიანებს, არა მარტო ამ სიტუაციაში, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის აქ შეკრებილი და ჩვენი ძალებით, ხელებით, რასაც შევძლებთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქებთ ადამიანებს ამ სიტუაციას. დავეხმარებით, დაუდგებით გვერდში ყველანაირად. ნამდვილად აუცილებელი არის ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ, რომ უდიდესი ზიანი მიაყენა თელავს მოსულმა სტიქიამ. ჩართული ვართ ახალგაზრდები, გვეხმართ კახეთიდან ყველა ახალგაზრდულის წარმომადგენლები, ასევე არიან თბილისიდან ჩამოსულები ახალგაზრდულის წარმომადგენლები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას. თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა და სტიქიის შედეგებისგან გაწმენდის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა. ირაკლი გობახიძის განცხადებით, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა სტიქიის შედეგებისგან ქალაქის მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში გაწმენდა სამუშაოები. ამ მიმართულებით ამ დრომდე გრძელდება. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ყველა ჩართულ უწყებას, ანინაქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე აღნიშნება სვეტიცხოვლობაც. სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ კი უწმიდესმა და უნეტარესმა შიომესამე მრევლს ქადაგებით მიმართა. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, ასევე რამე თუ ის 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა. რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის და განვითარების. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები ჩვენს უახლეს ისტორიაში და ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს. და ერთ-ერთი უპირველესი დღეს სოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, აც განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. და ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაქტ სპორტინგს უმასპინძლა. ღონისძიებაში როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები მონაწილეობდნენ. სპორტინგი მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტინგ ფედერაციის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულები მედლებით, ციგელებითა და თასებით ლანჩხუთის მერმა დააჯილდოვა.
წელს 80-მა მონაწილე მიიღო შეჯიბრეში მონაწილეობა, სადაც იყო როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, როგორც სპორტის განვითარებისთვის და ამ სახეობის განვითარებისთვის, ასევე ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადა ხელი შეუწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მუნიციპალიტეტში. ვიმყოფებით ლანჩხუთში, კერძოდ კომპაქტ სპორტინგში, გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, რომლის ორგანიზატორიც არის ლანჩხუთის სროლის მოყვარულთა კლუბი და მას მხარს უჭერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, კერძოდ მერია და ღონისძიება საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარდა და მივესალმები მსგავს გამოწვევებს, რაც აუცილებლად ამ სპორტის სახეობას ძალიან განავითარებს და რა თქმა უნდა ეს ძალიან ჭირდება. 6 წელია უკვე ტარდება, ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს დღეს, განსაკუთრებით 80 მონაწილე გვყავს, ამხელა მასშტაბის და ამხელა შეჯიბრი არ მოგვიწყვია ჯერ და საცდელად ვცადეთ, რომ ბევრი ხალხი ყოლოდა და გამოვიდა ძალიან მაგარი. მეგობრულ შეჯიბრებაში დღეს ავიღე პირველი ადგილი. უღმესი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, ძალიან მოხარული ვიქნები ლანჩხუთში, რომ ეს სპორტი უფრო განვითარდეს. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე მიამით გემშვიდობებით, ახალი ამბები კი ზუსტად 7-ზე ანა აშორდიასთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.